სმაილ, ახლა თუ არ ჯერათ, არასდროს არ დაიჯერებენ. დიანა, ისე უნდა მოიქცე, რომ დაიჯერონ. უნდა გაიგონ, რომ ჩვენ სხეულები გავცვალეთ და მე ვარ სმაილი შენ სხეულში და შენ დიანა ჩემსაში. აბა დიანა, რატომ დაგვიძახე? დღეს ვარჯიში არ არის, ყველა დარბაზში რატო ვართ? სმაილ, ჩვენ გისმენთ, რა საიდუმლო გაქვთ ჩვენთვის სათქმელი? კარგი, ძალიან გთხოვთ ამას სერიოზულობით მოეკიდეთ, ყველაფერი რასაც გეტყვით არის სიმართლე. სმაილ, გთხოვ, შენი ფეხები შეატყუბე. გოგოებო, მგონი ვიცი ახლა რასაც გამოაცხადებენ. ხო, ალბათ შერიგდნენ. ხო, ალბათ. უნდა ახლა თქვენ, რომ ყოველ დღე იქნება ვარჯიშები და კალათბურთელები კალათბურთში ვარჯიშებენ და ჩილილდერები ჩილილდერობას. მოკლედ, ბიჭებო, ხო გახსოვთ, რომ გითხარით, რომ დიანა ვარ? ხო, გვახსოვს. კიდევ ვერ გამოგეცდი? გოგოებო, გაჩერდით. ჩვენს ადგილას რომ იყოთ, საერთოდ არ გაგეცინებოდათ მართლა. ყველაფერი არის სიმართლე. მე სმაილი ვარ, დიანას სხეულში და ეს დიანაა ჩემს სხეულში, სმაილის სხეულში. ხო, და ჩვენ ახლა ვერაფერს ვეღარ შევცვლით. ამიტომ ეს უბრალოდ უნდა დაიჯეროთ და ასე ცხოვრება შეეჩვიოთ. შეიძლება წავიდე, ამ ტყუილების მოსმენა არ შემიძლია. მასკოტ, დარჩი, ყველა დაგვიძახეს აქ, ამიტომ აქ ვიქნებით და რამეს მოვიფიქრებთ. ხო, დიანა განაგრძე. მოკლედ, მეგობრებო, მთავარია რომ გთხოვ ფეხები შეატყუბე. მოკლედ, თქვენი დახმარება გვჭირდება. მე და დიანა ამ სიტუაციიდან ჩვენით ვერ გამოვალთ. კარგი, დაუშვათ, ყველაფერი მართალია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ხო, სხეულები როგორ უნდა დაგიბრუნოთ? მოკლედ, გეგმა ასეთია. მე ხო დიანა ვარ, ამიტომ გოგოებთან ერთად უნდა ვიყო. და მე სმაილი ვარ, ამიტომ ჩემს ბიჭებთან ერთად უნდა ვიყო და იქნებ მერე შეიცვალოს ყველაფერი. რა, ჩვენ და გოგო? მოიცადე, სმაილთან არა. თუ სიმართლეს ამბობენ და სმაილი დიანაა, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს. და ჩვენ ყველა საკრატო დაგვიძახეთ, რომ ეს ხაბრები გვითხრათ. ჩვენ უკვე დიდები ვართ და ესეთი ტყუილების აღარ გვჯერა. მე მაგალითად არ მჯერა და მეგობრებო, თქვენც იგივეს გირჩევთ. მეგობრებო, თქვენ თუ ახლა არ დაგვიჯერებთ, ყველაფერი მორჩება და მთელი ცხოვრება ბიჭი ვიქნები ამ თმიანი სხეულით. სერიოზულად და მე ვეღარასდროს ვიქნები ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც კალათბურთს თამაშობს. ვეღარასდროს ავიღებ ბურთს ხელში. ღმერთო ჩემო, რა სევდიანია, იქნებ არ იტყუებიან. ხო, შესაძლებელია. გთხოვთ, მეგობრებო, დაგვიჯერეთ. გვჯერა, ძალიან მოგვენატრე. მეც მომენატრეთ. აქამდე რატო არ თქვი დიანა? კარგი, ახლა მოგაწესრიგებთ, მაკიაჟი გჭირდება. ხო, და სუნამოც საშინელი სუნი გაქვს. ხო, ვიცი რომ ახლა ბიჭის სხეულში ვარ, მაგრამ თმებსაც ვერ მოვიშორებ, იმიტომ რომ სმაილი მეკრძალავს. კარგი, თუ მართლა სმაილი ხარ, ერთ რაღაცას გეტყვი. იცოდე, ერთად აღარ ვიბანავებთ. კარგი, ბიჭებო, კარგი. იმედია, ოდეს მე უკან შეიცვლებ. ხო, იმედი მაქვს. გოგოებო, პირველ რიგში რაღაც უნდა მომჭირდება. კარგი, წავედით. იმდენი რაღაც უნდა მოგიყვეთ. სმაილ, თუ მართლა შენ ხარ, მაშინ ისე გავაკეთოთ, როგორც ადრე. ადვილია. კარგი, მართლა სმაილია, წამო, უნდა ვილაპარაკოთ. ნელა, მაქს, ქალის სხეულში ვარ. ამ სკოლას რა დაიმართა? ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აი თქვენი შოკოლადი, ჩაი და ლატე. კარგი, აბა ჩემს იდეაზე რას ფიქრობთ? მე თანახმოვარ, მაგარია. ჯიჯი, არ vicი. მე ჯიჯის იდეა უფრო მომწონს, უფრო ახლო მეგობრები გავხდებით. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. არ ვიცი, მე უნდა დავფიქრდე. ხო, იფიქრე ჯული, მე გვიანი იქნება. პიცა, ერთი პიცა გამიგეთე, ორმაგი ყველით, ორმაგი პომიდორით და ორმაგი ბეკონით. კარგი, რამეს დალევ? ფორთოხლის წვენი. კარგი. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პიცა, წყალი გვინდა. ხო, გაზის გარეშე. რა უკიდევ, რამეს შევჭამთ? არა, არ შევჭამთ. წონა მოგვემატა. იცი რა ბლონდი, თხა ხარ? იცი რა რთულია რომ არაფერი ჭამო, როცა აქ პიცის და ბეკონის და ყველაფრის სუნი დგას? ხო, და ყველის, ბლონდი, გთხოვ, სალათი მაინც ვჭამოთ. არა, გამორიცხულია, მალე გვაქვს შეჯიბრი და ამიტომ არაფერსაც არ შევჭამთ. პიცა, გაიგე, 3 წყალი. ბაყაყებო, გავიგე, აის დაასხი წყალი. სხვა რატო არაფერი შეუკვეთის? დიეტაზე არიან. კარგი, დავფიქრდი და შემოგიერთდებით. და მოიცა, ჯიჯი, მოდი ორივე ვიყოთ უფროსები, მარტო ერთი რატომ უნდა იყოს? არა, მე მოვიფიქრე და მე ვარ აქ უფროსი. მეგობრებო, გამარჯობა, ვალუზერებო, თქვენც აქ ხართ? კარგი, ბრაუს, ჯული, პატრიკ და ჯიჯი, ხო იცით ახლა სადაც უნდა იყოთ? გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ, ჩვენ მოგზაურობას გვეგმავთ. მეგობრებო, დღეს დამატებითი გაკვეთილი გვქონდა. მეგობრებო, არ დადაგები დამატებითი გაკვეთილების მერე მოაწყოთ. ახლა კიდე მათემატიკის გაკვეთილზე შემოდით. დროზე. მასწავლებელო მაიკ, კარგით რა, მადლობა.
კარგი, ჩქარა, რომეო, შენ მოსაწვევი ხო არ გჭირდება? პიძია მაი გთხოვთ, ამ წამს შევუკვეთე პიცა ორმაგი ბეკონით, შევჭამ და ეგრევე შემოვალ. რომეო, მე რა გითხარი პიცაზე? თან ორმაგი ბეკონით, ახლავე დამატებით კაკუთაზე შემოხვალ. პიცა, აი, ჩემი შეკვეთა მაცივარში შეინახეთ. კარგი, სულისა, გომბეშოებო. მასწავლებელმა იქ ტესტები იდეალურად გავაკეთეთ. ხო, დამატებითი გაკვეთილები არ გჭირდება. აი, ჩვენ წყალი სად არის? კარგია გოგოებო, ყოჩახ. წამო რომეო, შენ მათემატიკა უნდა იმეცადინო. მაგარია, ერთ წამს კლიენტები ყავს, მეორე წამს აღარ. ყველაფერი მასწავლებელი მაიკის ბრალია, 3 წყალი. გოგოებო, იცით ეს ყველაფერი როგორი რთულია? ხო, მეგობარო, უიღბლო ხარ. აი, რაც მთხოვე. საშინელება მაკიაჟის გარეშე სიარული და ეს თმიანი სხეული ცუდად მხდის. ხო, მესმის დიანა. იმედი მაქვს მალე ვიპოვით რამე გზას, იმიტომ რომ ეს ცოტა უცნაურია. ხო, დიანა, არ მჯერა რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. გოგოებო, იცით როგორ უცნაურად ვგრძნობ თავს, საღეჭი რეზინი ხო არ გაქვთ ისე. აი, მეგობარო. მოკლედ გოგოებო, გეტყვით რომ ბიჭის სხეულში ყოფნა ძალიან ცუდია. ხო, უცნაური და უჩვეულოა. როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ დიანა? გოგოებო, იქნებ დავსერჩოთ და Google-ში რამე პასუხი იყოს, როგორ დავაბრუნოთ დიანა. გოგოებო, თქვენი აზრით არ დავგუგლე კი არა მთელი ღამეებია არ მძინავს, მაგრამ მაინც არაფერი. ხო, მართლა არაფერი არ არის. დიანა, მგონი სმაილი იქნები სამუდამოდ. მოიცადეთ, გოგოებო, რაღაც ვიპოვე. იპოვე? ბიჭებო, გოგოს სხეულში ყოფნა საშინელებაა. ხო, მესმის. მე კარგად არ მესმის, მაგრამ არც მინდა რომ ოდესმე გავიგო. წარმოიდგინეთ, გულში კინაღამ დავიხრჩვი და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თმა მახრჩობდა. ღმერთო, მეგობრებო, ხედავთ მარკუსი აქ არ არის და დიანა ეგრევე კალათბურთელებთან მივიდა. მარკუსს უნდა დაურეკო. მოიცა, ჯერ გავიგონოთ რაზე ლაპარაკობენ. ბიჭებო, წარმოიდგინეთ, ყოველ დღე მიწევს ამის დავარცხნა და ამ ფიგურის მოვლა და დიანა მირეკავს ყოველ ღამე და მეუბნება, როგორ უნდა დავიბანო, რა შამპუნი უნდა გამოვიყენო, სახის ნიღბები რომელი უნდა გავიკეთო. შოკში ვარ, რამდენი რაღაც არის. და ამ ყველაფერს აკეთებ? ვალდებული ვარ. სმაილი, ისე შენ ადგილას ხმას ცუდად ჩაუწევდი, აქ ახალი ვიღაცები არიან. არ მადარდებს, სხვათა შორის ის ხუჭუჭა აქ არის დღეს? არა. კიდევ კარგი, ყოველთვის მე ფლირტავება. დიანაჩკა, თან კოცნის და მეხუტება. მეგობარო, დაივიწყე, ჩვენ დაგეხმარებით. ხო, მთელი ღამე ინტერნეტში ვიქნები და რამეს ვიპოვი, როგორ უნდა დაიბრუნოთ სხეულები. არა, მურჩა, დაინახეთ, მაქსი უკვე დიანას ეხუტება, მარკუს უნდა დაურეკო. ხო, დაურეკე, წავიდეთ. აბა მეგობრებო, ერთად ძლიერები ვართ. ხო. ღმერთო ჩემო, დიანამ თავისი მეგობრები კალათბურთელებში გაცვალა? ამას არ ველოდებოდი მისგან. და მარკუსი დაივიწყა. მათთან ერთად არ არის. ზოგადად ბიჭის და გოგოს მეგობრობები არსებობს და ამაზე ნუ იკამათებთ. რაიან, ზოგჯერ რასულელი ხარ. ლეილა, აქ რაღაც ხდება და უნდა გავარკვიოთ. გავარკვევთ, იანა, გავარკვევთ. მეგობრებო, ისე მე და დიანა ვგავართ. დიანასაც ორი მეგობარი ყავს და მეც ორი მეგობარი. რაიან, იმათ არ შეგვადარო. ბიჭებო, ჩვენი მოწოდება არის? კალათბურთელები არ წავიდნენ, კალათბურთელები მხოლოდ მოიგებენ. სმაილ, ჩვენ დაგეხმარებით. ხო, ბიჭებო. მოიცადე, სმაილი დაუძახეს? გინჟები არიან. ეს მეგობრობა. აბა ბიჭებო, საერთოდ იცით რატომ დაგიძახეთ აქ? არა. გადავწყვიტეთ, რომ ბანკეტი იქნება მაგარი იახტაზე. ხო, იახტა და მარტო ჩვენ 4. მაგარია, ხო, კარგია. მაგრამ ერთი პრობლემაა. იახტა ძვირია. არა უშავს, ჩვენ 4 ვართ და გავიყოფთ. თითოს რამდენი მოგვიწევს? რას გულისხმობ ჩვენ 4-მა დავდოთ ფული? დიმა, კოსტამ და შენ უნდა დადოთ ფული. ხო და ჩვენ გაგამხიარულებთ სანამ იქ ვიქნებით. არა გოგოებო, ეს დამთავრების სწავლებაა და ფული ყველამ უნდა დადოს. მე რა რომ ჩვენი შეყვარებულები ხართ. გოგოებო, ისე საერთოდ რაში გჭირდება იახტა? ბაბუა ჩემს თავისი ნავი აქვს. ბანკეტი ნავზე? დიმა, ვინ გგონი ვართ? გოგოებო, კარგი, რამდენი სტადება მოგვიწევს? თუ 20 მეტრიანია 12,000 და თუ 50 მეტრიანი 30,000. ერთი დღისთვის? არა, ერთ საათში. გოგოებო, კარგია, მაგრამ მე და დიმა ოლიგარქები არ ვართ. ჩემი აზრით ნავიც ძალიან კარგი იქნება. და ჩვენ ვოცნებობდით. მიდი კოსტა, ახლა საუკეთესო დროა. კოსტა? მოკლედ, კარინა, შენთვის საჩუქარი მაქვს. სერიოზულად? დიმა, შენც გაქვს ჩემთვის საჩუქარი? არა, მარტო კოსტასა კარინასთვის საჩუქარი. ჯანდაბა, დღეს მხოლოდ იმედგაცრუება მელოდება. აი, ხე კარინა, შენთვისა. ვაუ, რა არის? გახსენი და ნახე. ეს ის ყელსაბამია. დიმა, კარინას რატო აქვს და მე არა? საათისფერო, მე ხო გულის ყელსაბამი ხო, გაჩვენე. მაგრამ ეგ ხომ პეპლის ყელსაბამი არ არის.
ღმერთო ჩემო, ყველას შეშურდება. კარინა მეზიზღები. ბლონდი ჭამა გვინდა. არა, დღეს უნდა ავიწონთ 50 კილოგრამზე მეტი არ უნდა ვიყოთ არავინ და თქვენ ხართ. მე რა და ვერ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში. მაგრამ დღეს ავიწონე და 59 და 950 ვარ და მე 59 და 990. შეგვიძლია სალათი ვჭამოთ. კარგი, წავიდეთ, გომბეშვები მოვიდნენ. სალათისფერო გთხოვ, არ გეწყინოს. აქედან არ წავალ, სანამ ზუსტად იგივე არ მექნება. მოიცადე, აქ რას აკეთებთ? ყველაფერი გაიგეთ? ახლა ყველას ეთქვიან ჩვენ წონას. კარგი, კარგი, წავიდეთ. გომბეშვებო, თქვენი წონა ვისაინტერესებს. ნახეთ კოსტამ რა მაჩუქამ. სალათისფერო არ მოდიხარ? არა, დიმა, გამორიცხულია, წარმოიდგინე, ვითომ ქვა ვარ. კარგი, მაშინ დარჩიმოდ. კარგი, ამაზე სტატია უნდა დავწერო. დიანა ბიჭებთან დამეგობრდა კალათბურთელებთან. დიანა ბიჭურად იქცევა. ხო, გამაკვირვა. გოგოებო, ბიჭის და გოგოს მეგობრობა არსებობს. რაიან დაწყნარდი. რა? ეს გაიგეთ? დიანა ბიჭურად იქცევა? დიანა გვადარდებს? არა. აუ, ძალიან მაგარი სტატია იქნება. დიანა ხომ ამ სკოლის დედოფალია და ახლა ყველა სხვანაირად შეხედავს. ხო! გოგოებო, იქნება არ არის საჭირო. რაიან, დაგვანებე. ჯანდაბა, დაკავებულია, ხო, როგორც ყოველთვის. მაგრამ არსებობს გოგოს და ბიჭის მეგობრობა. რაიან, გაჩუმდი, გთხოვ. მომისმინე, ძალიან მაგარია. ხო, ვიცი. კაცის ხელშიც კი. გოგოებო, ძალიან მინდა ჩემი სხეული უკვე ვეღარ ვძლებ. ჩემი ყურები ხო არ მოტყუებენ. არა, იანა, დიანამ და სმაილმა სხეულები გაცვალეს. მოიცა, რაზე ლაპარაკობთ? სმაილი უბრალოდ გოგოებს დაუმეგობრდა და დიანა კალათბურთელებს. რაიან, დაწყნარდი, ვაიმე. რაიან, იმდენად ახლოს არ ვარს, რომ სამივე ერთად შევიდეთ საპირფარეშოში. ზოგჯერ როგორი რთულია ამათთან. კარგი, იანა, ისეთ სტატიას დავწერ, პოპულარული ჟურნალისტი ვიქნები, არა მარტო ამ სკოლაში, მთელ ქალაქში. მოიცადე, ლეილა და მე, რა შენ, მე დავწერ სტატიას. მოიცადე, მართლა სხეულები გაცვალეს? ხო, რა თქმა უნდა. კარგი ბიჭებო, დავეულოთ ამათ, იქნებ რამე მაინც გაიგეს ამ მე ამბოხეებმა. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ არაფერი. არა, სმაილი ძალიან დაგერხა და დიანასაც დაერხა. მასკოთ, მარტო დიანას და სმაილს კი არა, საერთოდ ყველას დაგვერხა. ვა, სმაილ, აქ ხარ, იცი როგორი კარგი იყო გოგოებთან. ხო, უცნაური იყო, მაგრამ დიანა არა. ძალიან კარგი იყო. კარგი, რამე მაინც ხომ არ გაიგეთ, როგორ გავცვალოთ სხეულები. ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ვცადეთ. მე მარტო კი არ ვერთობოდი გოგოებთან, რაღაც გავიგეთ კიდევაც, ნასწია. კარგი, ერთი გამოსავალი არის, მაგრამ არ ვიცი რამდენად იმოქმედებს. მოკლედ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, დიანაზე და სმაილზე. თუ გინდათ რომ სხეულები გაცვალოთ, ისევ ერთად უნდა იყოთ. რა? არა, მე ძველ ურთიერთობას არ დავუბრუნდები. გოგოებო, გაიგონეთ, მეც ეგრე უთხარი ჩემ მეგობრებს, რომ ძველ ურთიერთობაში არ დავუბრუნდებოდი. თან სმაილის ხელს უკვე შევეჩვიე. მალეთ მეცაც მოვიშორებ და ეგაა. არა, ბიჭებო, არ შემიძლია, ვერა. ხო, მაგრამ ერთადერთი შანსია, უნდა გამოიყენოთ. ხო, თორემ მალე მთელი სკოლა გაიგებს ყველაფერს. ხო, და თუ ვირთხებმა გაიგეს, საშინელება იქნება. და მარტო სკოლა კი არა, მთელი ქალაქი გაიგებს. კარგი, მზად ვარ, დიანა? ჯერ არ ვიცი, უნდა დავფიქრდე. ჯანდაბა, დიანა, დასთანხმდი. მეგობრებო, რაღაც ფიქრობთ, ერთმანეთი პაემაზე დაპატიჟეთ და ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, მარკუსე, შენი გადასაწყვეტია. რაო? არაფერი, ზედმეტად შეყვარებულია. უთხარით მარკუს, რომ დიანა სმაილია. რა? ხო, რაც გაიგეთ, სხეულები გაცვალეს. ეს მეგობრობაა. ამ სკოლაში ყველა ძალიან უცნაურია. ხო, გეთანხმები. დიანას და კალათბურთელებს ფოტო უნდა გადავუხოთ და გავუგზავნოთ. ხო, აქამდე უნდა გვექნა. კარგი, წავიდეთ. დიანა, მიდი. და მე რა უნდა ვქნა, ბიჭი ხო არ ვარ. სმაილ, მიდი. მოკლედ, დიანა, იქნებ ჩვენი საერთო პრობლემის გამო, პაემანზე წავიდეთ, ერთად ვიყოთ. რა სიტყვი? დიანა, უცბად უთხარი კარგიო და დამთავრდა. რავი, არ ვიცი. აბა, შეიძლება ინტერვიუ? რატომ არ გითხარით რომ სხეულები გაცვალეთ? აქ რა ხდება? რა ხდება მასწავლებელო მაიკ? ის რომ ეს სმაილია და ეს დიანა. დიახ, მასწავლებელო მაიკ. ეს რა სისულელეა? ჩვენ საერთოდ კაფე მივატოვეთ. მოიცადეთ, მე მაინტერესებს, მოვუსმინოთ. ჯანდაბა ლეილა, რას აკეთებ? სხვა დრო ვერ შეარჩიე? მასწავლებელო მაიკ, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ სმაილს და დიანას შერიგება უნდათ და ერთმანეთი პაემაზე დაპატიჟეს. მაგარია, გოგოებო, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, როლები მაქვს შესამოწმებელი. მასწავლებელო მაიკ, ამიტომ არ დაგიძახეთ აქ.
სმაილმა და დიანამ სხეულები გაცვალეს და ახლა ყველას გვასულელებენ. ღმერთო, ყველაფერი გაიგეს. დიანა, ისე მოიქეცი, ვითომ ეგ არ არის სიმართლე. გოგოებო, ეს ყველაფერი საიდან მოიტანეთ? მორჩა, ყველა თქვენ კლასებს უბრუნდებით. მასწავლებელმა იქ სიმართლეს გეუბნებით, რამე განსხვავებული არ შეგიმჩნევიათ მათ ქცევაში. დიანა კალათბურთელებთან ერთად არის და სმაილი გოგოებთან. ხო და თან საპირფარეშოდან რომ გამოდიოდით, გავიგეთ რომ სმაილს დიანა დაუძახეს. იანა და ლეილა, შემთხვევით ხო არ გადაიღალით? დასვენება ხო არ გჭირდებათ? მორჩა, მეგობრებო, ყველა გარეთ. ბაყაყებო, წავედით. რა, სიმართლეს ვამბობთ. ხო, სიმართლეა. ხოლო იმას ვიტყვი, რომ ეს მეგობრობაა. იანა და ლეილა, ისე შეგიძლიათ ხოლ სკოლაში არ მოხვიდეთ და ცოტა დაისვენოთ. აშკარად გჭირდებათ. ეს გაიგეთ ვირთხებო, არაფერი გამოგივიდათ. სულელები გონი ხართ. ხო, მაგრამ ყველას დავუმტკიცებთ. უკვე მთელი სიმართლე იციან ჩვენი საოცარი მეგობრობის შესახებ. სმაილ, მიდი დროზე. დიანა, გისმენ? თანახმოვარ. უკვე გვიანია. 5 საათამდე უნდა გაგეკეთებინათ ეს ყველაფერი. ეს ვირთხები. და ახლა 6:05 წუთია. არაფერი, ხვალ ახლი დავცადოთ. კარგი, ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. და დაალაიქეთ. ღმერთო, ისევ სმაილთან ერთად უნდა ვიყო. ხო, და მე დიანასთან ერთად ვიქნები. ნახვამდის. ხო და ჩემს გვერდზე აი ამ ვიდეოს ავტვირთავ. ნახვამდის.